მერიას ყიფშიძის ქუჩიდანაც მიმართავენ სამი ავარიული კორპუსის ბინადრების შენობების გამაგრებას ითხოვენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარება 13 წლის წინ აშენებულ ერთ-ერთ კორპუსში, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრითაა გადახრილი. დედაქალაქის მთავრობის გეგმა ჯერ უცნობია, მერიაში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე სამი კორპუსის მცხოვრებლები მერიას დახმარებას თხოვენ. მათი თქმით, მეწყერსაშის ზონაში აგებული ეს შენობები სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს. მოქალაქეთა შეფასებით, კორპუსების დაზიანების ხარისხი საგანგაშო და იქ ცხოვრება დღითი დღეს არ ისკო ხდება. არ იყო გათვალისწინებული გრუნტის მდგომარეობა. თურმე ეს ყოფილა მეწყერსაშიში ზონა და ამის შემდეგ, როდესაც მოხდა მიწისძვრა, სახლი დაიხსნა მთლიანად ბზარებში. ვითხოვთ მერიისგან დახმარებას, როგორც მოქალაქეები, რომ სახლი არ გადავარდეს ხევში. ბინების მეპატრონეების ინფორმაციით, ყიფშიძის ნომერ 20-აში მდებარე 7 სართულიანი კორპუსი მცოცავ მიწაზე 2003 წელს გეოლოგიური დასკვნის გარეშე აშენდა. სახლი უკვე ავარიულია, აქვს ბზარები და 15-20 სანტიმეტრით არის გადახრილი. მოქალაქეთა თქმით, პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ მიმდებარედ დაწყებულია მშენებლობები, რაც საზირკველს დამატებით დატვირთვას უქმნის. აი ხედავთ აქ როგორი ბზარებია, ამაზე უარის მდგომარეობაა სხვაზე და სართულებზე. საშიშროება ექნება სახლს, ვითხოვთ გამაგრებას, რეაგირება არ არის არასაიდან და ხევში ქვემოთ არ უნდა აშენდეს არავითარ შემთხვევაში სახლები. თბილისის მერიას დახმარებას თხოვს ყიფშიძის ნომერ 18-ში მდებარე სახლის მცხოვრებლების ნაწილიც. მათი თქმით, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ კორპუსთან მიწა ჩამოიშალა და საჭიროა გასამაგრებელი სამუშაოების ოპერატიული ჩატარება. უნდა ამოშენდეს კედელი და შეივსოს მიწით. ამიტომ არაერთხელ მივმართეთ ჩვენ მერიას განცხადებებით და მთავრდება ეს ყველაფერი სამწუხაროდ ტერიტორიის დათვალიერებით. სპეციალისტების შეფასებით, არამყარ ნიადაგზე მრავალსართულიანი სახლების აშენება რისკთან არის დაკავშირებული და ასეთი ნაგებობების გამაგრება მხოლოდ დროებითი ეფექტის მომტანია. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, თბილისის რელიეფიდან გამომდინარე ასეთ ადგილას აშენებული საცხოვრებლები მრავლადაა, თუმცა ამის სტატისტიკა არ არსებობს. ფუნდამენტი, ესე ვთქვათ, მშენებლობის დროს არ არის გათვალისწინებული ფუნდამენტი, რამდენად მყარ ქანებს მდგება. შესაბამისად მშენებლობის რისკიც, შესახლებული ხალხის რისკიც შიგნით იზრდება. ყიფშიძის ქუჩის 20, 20, 100 და 18 ნომრებში მცხოვრებლების განცხადებით, დახმარების თხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. თბილისის მთავრობაში ამ თემაზე კომენტარი დღეს არც მოამბისთვის გააკეთეს.